მე მინდა ახლა ერთი რაღაც შემოვიტანო ამ ჩვენს დიალოგში, რომელიც არ გაჟღერებულა, როცა საუბრობდით, რომ კი აქ სხვადასხვა მოთამაშეები არიან, ბალანსი და ასე შემდეგ. ჩვენ არ გაგვიჟღერებია ერთი ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის. ის, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული. ანუ ჩვენ ის მოცემულობა კი არა გვაქვს, რომ უბრალოდ ვართ სადღაც და გარშემო დიდი მოთამაშეები არიან. ამას უნდა დავამატოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ორი რეგიონი, ეხლა ვიღაცას აქვს წართმეული ძალით. და თუ ჩვენ ეხლა იმ პარადიგმაში ვსაუბრობთ, რომ ამისი უკან დაბრუნების თემა ჩავხსენით და რაღაც გაურკვეველი დროით გადავდეთ, ეგ ერთი მოცემულობაა. მაგრამ თუ ჩვენთვის რეალური ამოცანა არის ეხლა რაღაცა დათვლად პერსპექტივაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება, მან არსებობს სულ ორი მოქმედების ალგორითმი. რაც კაცობრიობა არსებობს ორი მოქმედება. არის ძალით და არის დიპლომატიით. ძალით რო არ გამოვა, მე მგონი მაგაზე ყველა შეთანხმდა უკვე. აქედან გამომდინარე, აი ამ ლავირების თემას, რასაც ქართული ოცნება ამბობს, აუცილებლად უნდა დავამატოთ ეგ კომპონენტი, რომ ლავირება გასაგებია, მაგრამ ჩვენ თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით კონკრეტული ჩვენი მთავარი ეგზისტენციალური მტრის მიმართ არ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით, ზუსტადაც ამაზე საუბარი, ეგ იმდენად გაიწელება, რომ მაგალითად აი ჩემს მერეთაობა უკვე გაიზარდა ხალხი, რომელსაც თვალით არ უნახია არც სამაჩაბლოს ტერიტორია და არც აფხაზეთი, უბრალოდ ესე ახსოვს და რაც უფრო მეტი ეგეთი თაობა მოდის და რაც უფრო ის ძველი ხალხი, რომელსაც იქ თავისი კერა ეგულება მიდის სამწუხაროდ, მით მეტად რთულდება ამ თემაზე რაღაცის გაკეთების შანსის გამონახვა. ამიტომ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც აქ ვისაუბრეთ, კრიტიკულად აუცილებელია პირველი ეს ფაქტორი მსჯელობაში შემოვიყვანოთ და მეორე ამის გათვალისწინებით პროაქტიული მოქმედებები განვახორციელოთ. კი ბატონო ბიძინა, თუ კი გაქვთ რა თქმა უნდა შეკითხვა, შეგიძლიათ მიმართოთ შეკითხვით გადაცემის ნებისმიერ მონაწილეს. არ მქონდა შეკითხვა, მაგრამ სპონტანურად დამებადა ეხლა. კი ბატონო, აი, როდესაც ზურა ამბობდა, რომ ეს ორი არსებობს ამ ბრძოლით ან დიპლომატიით, არსებობს ასევე სტრატეგიული მოთმინებაც. და ეს სტრატეგიული მოთმინება არანაკლებად გამოცდილი და კარგი არაღია, ვიდრე ან ერთი და ან მეორე. იმიტომ რომ რა მოიტანა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ამ ჩვენმა საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური იმების მოქმედებამ ნახეთ ჩვენ რა. სტრატეგიული მოთმინება, რაც თქვენ ახსენეთ, სტრატეგიული მოთმინება თუ იწელება უსასრულოდ, ეგ სინამდვილეში მე მიგიყვანს იმ მოვლენებამდე, რომ როგორც ეხლა ჩვენს გულებში კი არის ტაოკლარჯეთი, მაგრამ ისე წავიდა პოლიტიკური რეალობები, რომ ვიღაცეებმა მე გადაალაგეს და ეხლა რომ იცვლება მსოფლიო რეალობა, შეიძლება აქაც რაღაცები გადაალაგონ და ცოტა ფეხზე იკიდებენ საერთაშორისო სამართალს. ჩვენ თუ ზედმეტად გავაჭინაანურებთ ამ სტრატეგიულ მოთმინებას, შეიძლება მოკავშირეებს, ვისაც ვეძახით, იმათაც ცოტა ფეხზე დაიკიდონ მე ეგ მომენტი და სხვა რეალობაში აღმოჩნდა, მე ამისი შიში მაქვს და მე ამას უდგები ისე და თუ გულწრფელი პოლიტიკური პარტია ხარ, რასაც ამბობ, იმას უნდა მიყვებოდე. შეიძლება ვიღაცა თვლიდეს, რომ არ არის საჭირო საერთოდ ლაპარაკი და მაგას უნდა მიაწვეს ის პოლიტიკური პარტია, მაგრამ როგორც არა თანმიმდევრულობაში და არა გულწრფელობაში ვერ დაგვდეთ ბრალს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი არის ჩვენი ამორჩევლიდან.